გამარჯობა, მე ზურაბ ღამბაშიძე ვარ. ქართულ ხალხურ საკრავებს ვამზადებ. ფანერისა და მასიური ხის ფანდურები მოგასმენინდეთ. რა თქმა უნდა, ჩანაწერში ისე კარგად არის მის სხვაობა და ალბათ საინტერესო იქნება ზოგადად როგორ მოქმედებს ფანერა და მასიური ხე ბგერაზე. ამაზე ვისაუბრებ მეთქი და ამ ფიქრებმა თაღოვან სარქველთან მიმიყვანა. რა თაღოვანი სარქველი იკითხავთ ხომ? არც იცით სარქველი რა შუაშია საკრავთან. დეკა კი ბატონო იცით. უმეტესობა დეკას ამბობს, პირსაც არ ამბობენ. დეკა გერმანული სიტყვა და ქართულად სარქველს ნიშნავს. და რატო ვთქვი სარქველი და არა დეკა? რო ვფიქრობდი, მაგალითად დეკა და ზურგი როგორ მოქმედებს ბგერაზე, დეკა და გვერდები და უცბად გავიაზრე. რატომ დეკა? თუკი დეკას ვამბობ, მაშინ მაგალითად ზურგიც გერმანულად უნდა ვთქვა, ხო? რატომ გერმანულად საერთოდ? სარქველს ვიტყვი. და ამიტომ თაღოვანი სარქველი. თაღოვანი სარქველი, ვიცით რომ ვიოლინოს აქვს, მარტივად რო ვთქვათ. და რა კი სმენოდა რომ ვიოლინო კარგი საკრავია, კი ბატონო, სმენოდა რა, კი არ ვაკნინებ ვიოლინოს. ძალიან კარგი საკრავია, დიდებული ბგერა აქვს და მეც მეგონა რომ რა კი ვიოლინოს თაღოვანი სარქველი აქვს. ასეთი სარქველით უკეთეს ფანდურს მივიღებდი და ჩემი პირველი ფანდური ასე გავაუმჯობესე. ივანეს ქუჩაზე გაკეთებული ფანდური, რომელიც მქონდა, იმას პირი მოხსენი, ნაძვის ფიცარი ვიშოვე, როგორღაც თაღი გავაკეთე, დავაწებე და რა? არც არაფერი. რადგან მეტი არაფერი ვიცოდი იმის. მხოლოდ ის ვიცოდი, რომ თაღოვანი უნდა იყოს სარქველი, მაგრამ როგორ ითლება და იქ შიგნით რა არის კიდევ, ეს არ ვიცოდი. და რა არის შიგნით და ზოგადად თაღოვანი სარქველი რატომ სჭირდება ვიოლინოს, ამ ვიოლინოთ აგიხსნით. ეს ვიოლინო ერთმა კაცმა მაჩუქა, სახში მაინც ტყუილა მაქვს და შენ რამეში გამოგადგებაო. გამოვართვი ნიმუშად, რადგან მინდოდა რომ ვიოლინო გამეკეთებინა. რა ვიცი, ოდეს მე მოვიცლი თუ არა, არ ვიცი, მაგრამ მაინც ნიმუშად დავიტოვე. როგორი უნდა იყოს თაღებიც, როგორ უნდა გაკეთდეს. აქ ვინც არ იცით აგიხსნით მარტივად. ოდნავ სწორად მიდის, ასე რომ ვთქვათ და მერე ადის ზევით. ასევე ჩადის. მე პირდაპირ როგორღაც გავაკეთე თაღი ჩემ ფანდურის პირზე. თუნდაც რატომ არ გაამართლა იმ გაუმჯობესებამ. თაღი რომ ითლება, ხო, ჯერ ვთქვათ რატო ჭირდება თაღი ვიოლინოს. ეს ფორმას ხედავთ ხომ? გამოყვანილი არის. ამას ესი ეწოდება. პირველ ვიოლინოებს ეს გამოშვერილები არ ქონდა. უბრალოდ რუიანის ფორმა იყო და შემდეგ როგორც მახსოვს, ამატიმ შექმნა ეს კლასიკური ფორმა ვიოლინოსი. რატომ არის ეს ესი? იცით რომ ვიოლინო მელოდიური საკრავია. ერთ სიმზე უკრავენ. კი, იშვიათად ორ სიმზეც უკრავენ, მაგრამ ძირითადად ერთ სიმზე უკრავენ და ამიტომ დაკვისას ხემი რომ სხვა სიმებს არ წამოედოს, ამიტომ ვიოლინოს ჯორა კი ამოძნექილია შუაში. და უკრავენ ასე თითო სიმზე. და ნაპირა სიმებზე როცა უკრავენ, ძუა რომ საკრავს არ მოხდეს, სარქველს, ამიტომ არის ეს ესები. ასევე ალბათ სარქველი ამოძნექილია რომ სარტყელთან უფრო აწეულია სარტყელზე ეს შუა ადგილი, ხო, ჯორაკი სადაც დგას. და დაბალი ჯორაკი იყო, მაგალითად მე-16, მე-17, მე მგონი მე-18 საუკუნის ვიოლინოებს ჯორაკი უფრო დაბალი ქონდა და ყელიც უფრო მოკლე. მე-19 საუკუნეში ვიოლინო დიდ დარბაზებში რო გავიდა, ჯორაკიც აამაღლეს, ყელიც ცოტა დააგრძელეს. რადგან ასე უფრო მეტად არხევს სარქველს და საკრავიც უფრო ხმიანია, უფრო შორს რომ გაეგო დიდ დარბაზებში, სმენელს უკარგად გაეგო ვიოლინოს ხმა, ამიტომ ასე დააგრძელეს ყელი და ჯორაკიც აამაღლეს. მაშინდელი
ვიოლინოების ჯვრა კი წეგანაც გითხარით რომ უფრო დაბალი იყო და ალბათ ეს თაღოვანი სარქველიც ამიტომ უნდათ რომ უფრო მაღლა ყოფილიყო სიმები და დაკვირვისას ისევ ნაპირა სიმებზე რო უკრავ არ შეხებოდა სარქველს. მაგრამ ნაკლი რა აქვს თაღოვან სარქველს. ნებისმიერ გინდათ ფანდურის მუცელის რომ ითლება ხომ? მithქვამს რომ პირით გაჩვენებთ. მithქვამს რომ ხე არის მილების კონა. ძალხაზებს რო დააკვირდით ამ ბრძოლებს. რო წარმოიდგინოთ რომ მილებია ჯავახიშვილთან წერია სწორ ზარღვიანი უნდა იყოს ხეო საფანდურე. რომ თლით საკრავს ეს ზარღვები იჭრება და ასე საკრავი სარქველი ამ შემთხვევაში რადგან ვიოლინოზე ვსაუბრობთ დასუსტდა და ვერ გაუძლო იმ დაწოლას. ალბათ ჩაიზნიქა პირველი სარქველი და ერთი ვიოლინო არსებობს ჯვარაკის ადგილი ჩახვრეტილია აქეთ პირველი სიმია პირველი სიმის ფეხთან ფეხის ქვეშ. ალბათ ჩაიზნიქა ჯვარაკის ფეხზე მიამაგრეს რაღაც ღერი ჩადგეს შიგნიდან ქვევით დააბჯინეს ძირზე. მაგრამ ალბათ სათანადოდ ვერ შეირხა. მერე მოჭრეს ის ჩხირი და უკვე შიგნით შედგეს. დაახლოებით 5 მმ დიამეტრის ცილინდრული ჩხირია ნაძვის. შიგნი შედგავენ ხოლმე და გაჭედილია სარქველსა და ძირს შორის. მხოლოდ ეს არა. მეორე ფეხის ქვეშ ზამბარაა შიგნიდან დაწებებული. ზამბარაც თუ სუსტი აღმოჩნდა უნდა შეცვალოთ. ამ ერთი კაცი საუბრობდა ვიდეოში უყურე რომ საკრავმა თუ კი გერა დაკარგა ესე იგი ზამბარა სუსტია და უნდა შეცვალოთ. ორივე ჭირდება. ვიოლინოზე ვინც უკრავენ იციან რომ მხოლოდ ის ზამბარაც არ ყოფნის. თუ კი ჯოხი წაიქცა საკრავი ხმას კარგავს და აუცილებლად უნდა დააკროს ოსტატთან მიიტანენ და ისევ ჩადგავს თავის ადგილზე იმ ჯოხს. ამიტომ სჭირდება ის ზამბარაც და ფეხიც რომ სუსტია ასე გამოთლილი სარქველი. თუმცა არის ერთ-ერთი ცნობილი ოსტატი იყო შტაინერი გერმანელი ოსტატი. მისი ვიოლინოა სარქველი ოდნავ ჩაზნექილია. ალბათ თანამედროვე სიმების დატვირთვას ვერ გაუძლო და ამიტომ ჩაიზნიქა მაინც. მიუხედავად იმისა რომ შიგნიდან ზამბარა უდევს და ის ჯოხიც არის შედგმული, მაინც ვერ გაუძლო დაწოლას. ამასაც რა თქმა უნდა ცოდნა უნდა როგორ უნდა გააკეთო ეს სისქე. რა სისქე უნდა იყოს სარქველი. ზოგი მაგალითად მთელ ფართს თანაბარი სისქის საკეთებს. გონი 3 მმ-ს აკეთებენ. ზოგი ნაპირებს ამ კონტურს უფრო ათხელებს. ალბათ თუ მაგარი არის მასალა თვითონ ხე ხო ზოგი ცოტა რბილია ზოგი უფრო მაგარია. ალბათ რომელიც უფრო მაგარია ათხელებენ ამ კონტურს რომ კარგად შეირხეს. ფანდურის პირს რადგან ხერხავ ის ზარღვები არ იჭრება. რა თქმა უნდა კარგად უნდა დაიხერხოს რომ არ გადაიჭრას ზარღვები. რადგან ხერხავდა ის ზარღვები არ იჭრება, ამიტომ ფანდურის პირი მაგარია. ამ პირს დაახლოებით მილიმეტრი ნახევარი აქვს ძალხაზების სიგანე. ეს უკვე კარგია ხელში. ეს მithქვამს რომ ვამოწმებ. თუმცა არის რომ ამაზე ფართე ძალხაზებიანი მასალა ეხლაც მაქვს მაგალითად მილიმეტრი ნახევარი 2 მმ-ია ძალხაზების სიგანი და ამაზე უფრო მაგარია. ეს ცოტა უფრო უნდა დათხელდეს. 4 მმ-ზე ნაკლები უნდა იყოს. ეს 4 მმ-იანია. მithქვამს რომ არის უფრო წვრილ ძალხაზებიანი შემხვედრია, მაგრამ ქაღალდივით იდრიკებოდა. და მინახავს 4 მმ-იანი სიგანის ძალხაზები, მაგრამ ქვასავით მაგარი იყო მეთქი. ვერც გავდრიკე ხელით, ისეთი მაგარი იყო. თუ კი რბილი მასალა შემხვდა 4 მმ ნახევარიც დამიტოვია რომ იმ სიმების
დაწოლას გაუძლოს და არ დაიჩაგროს. და წეღარავს თქვი რომ თუ ძალიან მაგარია ვათხელებ 4 მმ-ზე თხელი არის რომ კარგად შეირხეს და ხმიანი ცხომ უნდა იყოს საკრავი კი შეიძლება ძალიან ლამაზი ბგერაც ქონდეს მაგრამ ხმიანი არ იყოს რადგან ვიცოდი რომ 2011 წლიდან რო განვაახლე საკრავების კეთება მაშინ ზოგს ცერად დაუდეს სიგანეზე შიგნა ზამბარა ზოგს სიმების მართობულად სიგზეზეც ჯვარედინათაც და ვაკვირდებოდი რაც მაძლევს და ისიც თქვი რომ ჯვარე딘 ზამბარებმა ყველაზე მეტად შეზღუდა პირის ხევა ჩვენ კიდე უნდა ვეცადოთ რომ თავისუფლად ირხევოდეს პირი და ერთ ფანდურზე რა გავაკეთე რადგან ვიცოდი რომ ვიოლინოს ერთი ფეხის ქვეშ ზამბარა უდევს შიგნიდან დაწევებული მეც ავდექი და ერთ-ერთ ფანდურზე მესე ზამბარა დავაწევე მაინტერესებდა რა მაინტერესებდა სწრაფად რო უკრავთ სოლოებს რო უწოდებთ უფრო მეტად იტვირთება ხომ პირველ რიგში პირი მუცელი რა თქმა უნდა მაგრამ პირველი დატვირთვა პირს აქვს აუცილებელი არის თუ არა ის ზამბარა შიგნიდან სწრაფად რო უკრავთ და არ ვარგა სათანადო არ არის ფანდური მოდი ასე ვთქვათ ხელშიც ვერ მოყვება დაკვირისას და ასე ვთქვათ ბლუყუნებს ისე გამოკვეთილი ბგერები არის იმის ამის გასარკვევად დაუდე ის დავაწებე ის ზამბარა ალბათ 5-7 წლის წინ გავაკეთე ის ფანდური და არც მithქვამს ვისიც არის მაშინ რო წაიღო ფანდური დაახლოებით 1 წლის წინ თხოვე რომ ერთი ახალი მაშინ სოლო ფანდურს უწოდებდი ერთი ახალი სოლო ფანდური გავაკეთე და მოდი შენ ფანდური შევადაროთ მეთქი როგორია თან ისიც მაინტერესებდა რამე სხვაობას თუ შეამჩნევდა მოვიდა ორივე ფანდურზე დაუკრა და რა სიტყვი მეთქი როგორია ორივე კარგი არისო რამე სხვაობა არის მეთქი შეამჩნიე არა ორივეზე კარგად იკვრებაო და მე ვუთხარ რომ ფეხის ქვეშ ზამბარა არის მეთქი და მიზეზით აუხსენი რა ვარაუდით დავაწებე ზამბარა რა თქმა უნდა ვიოლინოსთვის აუცილებელია ზამბარა რომ წეღარავს თქვი რომ იჭრება ის ძარღვები ასე სუსტდება სარქველი და აუცილებელია რომ დატვირთვას გაუძლოს დაწოლას და ფანდურის პირისპიც არის რადგან ძარღვები თლიანია არ გადამიჭრია ხო დახერხვისას მაგარია და უძლებს სიმის დატვირთვას თან მით უმეტეს ფანდურს რბილი სიმები აქვს ჩემ ფანდურებს თქმელ ფანდურს მომძახრელ ფანდურს გიტარის რბილი სიმებს აუბავ ხოლმე რომ მაგარი სიმები მაგალითად დადარიო მოსწონს ბევრს და დადარიოს სიმებმაც არ მომცა სათანადო ბგერა ფანდურისთვის როგორც უნდა ქონდეს მაგალითად ერთი სიტყვით რო ვთქვათ ხავერდოვანი ბგერა აღარ მომცა გადავიდა სხვა ბგერაში უკვე და ამიტომ რბილი სიმები ნახე რომელიც არის და იმ რბილი სიმებს აუბავ ხოლმე დღეს გონებს სულ ეს იყო ის თქმაც მინდოდა დაგემშვიდობებით